არც ერთმა ყურადღება არ მოგვაქცია. ერთმა იმან გადააბრალა, იმას გადააბრალა, ამან ახლა ახალი ევიციეთ. შეძვრა კაბინეტში გარი არ გამოდის. არჩევნების დროს იყვნენ მოსულები აქ. არჩევნების დროს იყვნენ. წინა დღეს მოგდანდნენ. მაჟორიტარი ევიციეთ და შორიდან გებულობს ამბავს. დაურეკეთ აქ და ამოვალო, ახლაც არა ამოუსვლელი. საერთოდ ვიცი. ეს მიქელაძე მეველის ქუჩაა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აღნიშნული ქუჩა ქუთაისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში, გორაზე მდებარეობს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, მსგავს სიტუაციას ვერცერთ მთიან სოფელში ვერ ნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ 4 წელია აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვენ, ქალაქის მერიის ყურადღება მაინც ვერ მიიქციეს. ამჯერად კი შედეგის მიღწევას ქუჩის პროტესტით ცდილობენ. სირცხვილია 21 საუკუნეში არ არის სირცხვილი. ბოლოს ამას დაჭირდება 100 პაჭკა ცემენტი, ხო, აი 1000 ლარია, მოგჩენი 1000. ჩვენ გავაკეთებ, ჩვენი ძალები. ჩვენ გავაკეთებ. ბავშვების სკოლაში ვერ მიგვყავს ტალახია სულ და ისეთია რომ მოწვა. ხო ამ კარგი ამიდია და რომ მოწვის, ისე ტალახია, ყველაფერი პრობლემა გვექნება. ამ ქუჩაზე არის ასეთი ამბავი. ყველა გორაზე ახლა რაც არის მთელი გორა ყველგან გაკეთებულია გზა. ჩვენ ვართ მარტო დარჩენილი და გვპირდებიან და გადაგვიდეს და გადაგვიდეს. ნახოთ ახლა რა იქნება. 35 წელიწადი ამ დღეში ვართ ახალ. 35 წელიწადი. ვინ არ შევაწუხეთ, ვისთან არ მივედით. განცხადებას დავწერეთ და ერთიანად მოდითო, სულ ყველა მოდა რაც ხას რეაგირებას გავაკეთებთო. უნდა წამოვიკაბინოთ ჩარლები და ვალიკებით ჩავართ ეგეთ ბეტონის ზამდი და მე ვიხვდით ეგეთ მაღაზია აქვს ჩვენ მეზობელს და ტოვებთ იქინე და ვალიკას ვინმე იპარავს მაინც მაგრამ რომ მოვალთ ეგიდან ვიცით რომ მოდივართ სახში აგერ ტალახი ამობძანდეს ერთი ჩვენი მაჟორიტარი ან თუ გინდა ჭეღვარია ვადებულია ნებისმიერ ქუჩაში ამეიაროს და ასეთ ვიტოვებულ ქუჩას თუ ნახავს. ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო ერთ-ერთ სახლს ძლიერი წვიმების დროს მიწა გამოეცალა და მისი დანგრევა მხოლოდ დროის საკითხია. ცხოვრობ ამ სახლში 2017 წლის 16 ოქტომბერს ღვარცოფი იყო, წვიმა იყო საშინელი, გზა ანგრეული იყო, გზამ წყალი არ გაატარა, გადმოვიდა ჩემეზოში და შედეგი აგერ არის. დაიტბორა ყველაფერი და წაიქცა 30 მეტრო სიგრძე და 3 მეტრო სიმაღლის ბეტონი. თუ გზა არ გაკეთდება, აზრი არ იქნება ამის აწყობასთან გაკეთებას. სანიაღვრე და გზა აუცილებელია ჩვენთვის. თუ ეს არ გაკეთდება, სახლიც დაგვენგრევა, ზაბორი და ეზოზე ლაპარაკი ზედმეტია, სახლიც აღარ დაგვრჩება. ველოდები ახლა იმათ დაფინანსებას, რომ ეს მოხდეს და გაკეთდეს. ქუთაისის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა ტენდერი პროექტის შესყიდვაზე უკვე გამოცხადებულია. ტენდერი გამოცხადებული გვაქვს 27 მარტს ჩატარდება ტენდერი და შემდეგ გამარჯვებული კომპანია ვინც გაიმარჯვებს ამ ტენდერში საპროექტო დოკუმენტაციას დაგვიმზადებს. აქედან ჩვენ გვეცოდინე მოგო ზუსტი თანხა, რა თანხა სჭირდება გზის რეაბილიტაციას და შემდეგ უკვე მოვიძიებთ თავისუფალ სახსრებს რომ გზა გავაკეთოთ. რაც შეეხება თქვენ კიდე ახსენეთ რომ ის დაზიანდა ერთ-ერთი მოსახლის საყრდენი კედელი, სახლის გვერდის საყრდენი კედელი და მაგაზეც ვიცით, ადგილას ვიყავით, ავასწროთ გარემო დათვალას მიმართეთ და მაგაზეც ვაცხადებთ, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი. როდის ექნება ქალაქს მიქელაძე მეველის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტი ჯერ უცნობია. მანამდე კი ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწევთ გაუძლონ წვიმას, მტვერს და უგზოობას. იმედი ჰქონდეთ იმისა, რომ როდესმე ისინიც იგრძნობენ, რომ მათი ქუჩაც ქუთაის ეკუთვნის.